შერონ სტოუნს წუხელ პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილმა უმასპინძლა. ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი რეზიდენციაში მაშინ მივიდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი თბილისში იმყოფ ამერიკელ კონგრესმენებს ქალაქის ხედებს ათვალიერებინებდა. ღამის თბილისის სასახლიდან შერონ სტოუნმაც გადახედა და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა შერონ სტოუნს სასახლეში გიდობა თავად გაუწია. დაათვალიერებინა სამუშაო კაბინეტის მისაღები, მსახიობს უჩვენა ფოტოები, სადაც ძირითადად საქართველოში მიმდინარე ახალი პროექტებია გამოსახული. საღამო მშვიდობისა, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. უძველესი ადგილებია. ეს კედელი მე-19 საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიაც მე-9 საუკუნეშია აგებული. თვითონ ძველი ქალაქი კი მე-16, მე-17 საუკუნეებიდან არსებობს. ხიდი ახლახანს ავაშენეთ. ამ ადგილას ახლა ძალიან ბევრი ახალი შენობაა. ხორციელდება ახალი პროექტები. ეს სასახლეც ახალია. მოდით სურათს გადაგიღებთ. დიახ, რა თქმა უნდა. ამ ხედის ფონზე ძალიან კარგი ფოტო გამოვა. ეს არის ენდი გარსია გადაღებების დროს ჩემს სამუშაო ოთახში. შვენიერია. ეს კი ჯორჯ ბუშია, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა. ეს ჩემი პატარა შვილია, 5 წლის არის. სამხედრო კარავი აქვს და იქ იძინებს ხოლმე. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. ეს ახალი დელფინარიუმია ჩვენს ზღვისპირა ქალაქში. ძალიან ჭკვიანი დელფინები არიან. უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. რა საოცრებაა. ეს ქანდაკებაც ბათუმში დგას. ღმერთო, რა ლამაზია. ეს არის ქალისა და მამაკაცის მოძრავი სხეული, რომლებიც რაღაც მომენტში ერთ სხეულად გარდაიქმნებიან და შემდეგ ისევე ერთმანეთს შორდებიან. საოცრად ლამაზია. ეს არის ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა. ეს ქალაქი აქედან 2 საათის სავალ გზაზეა. ეს კი მთავრობის სახლია. ეს სვანეთია, სადაც ახალი აეროპორტი და სამთო სათხილამურო კურორტი გავხსენით. იქ თოვლის ზაფხულშიც კი მოდის. სანაპიროდან მხოლოდ საათნახევარ სავალ მანძილზეა. ამ ადგილას არ დადგეთ, ძალიან საშიშია. მოდით მაინც დაგაყენებთ, არანაირი პრობლემა არ არის. ცეკვაც კი შეიძლება.